ჩემი მშობლების მშობლებიც წარმოშობით არიან ქუთაისიდან, მათ არ მიუწვდებოდათ მე თანხაზე ხელი. Შეიძინეს ეს პატარა ბინა, რომელიც გამოადგა არა მარტო დედაჩემს, გამოადგა ძალიან ბევრ მომდევნო თაობასაც, ვინც ჩააბარა თბილისში. მე ვცხოვრობ დედაჩემის დეიდაშვილთან ერთად, რომელიც ასევე ქუთაისიდან არის, გვიწევს ასე ვთქვათ, ერთმანეთს ატანა ამ ძალიან მცირე ფაქტში. ის მეჭორებს მეზობლების შესახებ, იგებ მათი ცხოვრების ყველა დეტალს, გაინტერესებს თუ არ გაინტერესებს, იმიტომ რომ ხმა ისე შემოდის, თითქოს შენც ზიხარ გარეთ და თანამონაწილე ხარ მათი ლაპარაკის. Auda ერთი ძალიან საყვარელი მასწავლებელი მათემატიკის ქალბატონი ელიკო. და რატომღაც მთელი კლასი პროტესტს აცხადებდა ამ ქალბატონის მიმართ, იმიტომ რომ იყო ძალიან მომთხოვნი, ძალიან კაცრი და ასე ვთქვათ, არ უყვარდათ ბავშვებს და როდესაც ბანკეტი გადაიხადეს დამამთავრებელი კლასის, არ დაპატიჟეს ეს ქალბატონი ბანკეტზე და ამიტომ ანამ პროტესტი განაცხადა ამის გამო და ანა და ერთი მისი მეგობარი არ წავიდნენ პროტესტის ნიშნად ბანკეტზე. ძალიან თხოვეს მასწავლებლებმა, ამხანაგებმა, მაგრამ ანა თავის სიტყვას არ გადავიდა და არ წავიდა, ამითი გამოხატა ხარდაჭერა ქალბატონი ელიკოს საგნი. სწავლობდი ქუთაისის ნომერ 1 საჯარო გიმნაზიაში. ეს არის ძალიან პოპულარული სკოლა ქუთაისში. ეს არის სკოლა, სადაც სწავლობს ხალხის კატეგორია, რომელიც უბრალოდ არაფრად არ გაგდებს, თუ კი არ ექცევი მათ კრიტერიუმებში და მათი კრიტერიუმები არის ყოველდღიურად ახალ-ახალი ტანსაცმელი, ბევრი თაყვანისმცემელი, რაც ისევ და ისევ მოდის იქიდან თუ როგორ გამოიყურები თუ რა გაცვია. მოკლედ ცოტა სნობური დამოკიდებულება აქვს ამ ცხოვრებისთან, ასე ვთქვათ. და ეს გარემო ჩემთვის პირადად იყო ძალიან დამთრგუნველი. ყოფილა დაცინვის შემთხვევებით, ყოფილა დაუფასებლობის შემთხვევებით, რაც ბუნებრივია გულისწყენას იწვევს. ჭირდებოდა რაღაც ახალი ცვლილება გარემოსი, ჩემი ცხოვრების ცვლილება პირველ რიგში, რასაც ადგილობრივ პირობებში ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოვახერხებდი და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. როდესაც ვიყავ მეოთხე კურსზე და უკვე დგებოდა საკითხი სწავლის დამთავრების შემდეგ, სად უნდა წავსულიყავი, უნდა დარჩენილიყავი თბილისში, თუ უნდა დაბრუნებულიყავი ქუთაისში. ქუთაისში ცხოვრობენ ჩემი მშობლები, ცხოვრობენ მარტო, მე მყავს ძმა, რომელიც 10 წლის განმავლობაში არ ცხოვრობს საქართველოში და ძალიან უჭირთ ამ ფაქტთან შეგუება და სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომ უნდა დაბრუნებულიყავი ქუთაისში. საფხულის დამთავრებისთანავე მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო იმის რეალიზება, რაც მე მქონდა ჩანაფიქრში. ყველაზე მნიშვნელოვანი განმაპირობებელი, რის გამოც მე დავბრუნდი თბილისში, იყო ის, რომ ჩემი არც ერთი მეგობარი, ვისთანაც მე მქონდა ახლო ურთიერთობა, ყველა წამოვიდა აქ. საერთოდ პატარობაში ძალიან მიყვარდა ჭამა, ну ეხლა ძალიან მიყვარს, მაგრამ პატარობაში განსაკუთრებულად იყო ასეთი შემთხვევა. მქონდა სულ რაღაც 10 თეთრი, ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ვულკის ღირებულება არის 20 თეთრი. ну მე ჩავედი ბუფეტში და ვეკითხები ქალბატონს, რომელიც დგას დაღთან. 10 თეთრი მაქვს და რას მომცემთ ამ თანხის ანაცვლოდ? ну ამ შინაარსის კითხვით მიმართე. და მეუბნება რომ 10 თეთრად არაფერი არ იყიდება. მაქვს ბულკი, რომელიც ღირს 20 თეთრი და შემიძლია ნახევარი მოგცემ, რა თქმა უნდა, გულზე შემომეყარა ეს ამბავი, მაგრამ სულ არაობას ნახევარი ვამჯობინე, დავთანხმდი და მართლაც ქალმა აიღო დანა, გაჭრა ეს ბულკი და ნახევარი მომცა. იმდენად აი თან სასაცილოდ მახსენდება ეს ისტორია და თან რაღაც იმხელა გულის ტკივილს იწვევს ჩემში, რომ ხშირად ვიხსენებ.
დავიბადე და გავიზარდე აბაშაში, აბაშის რაიონში. თითქმის ჩემი ტოლი დამყავს, რომელზეც 10 თვით ვარ უფროსი, თამუნა და მე და თამუნა ერთად შევიყვანეს პირველ კლასში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მე ვთქვათ, მე პატრონა ჩემი დისთვის და ჩემდას ასე ვთქვათ, ჩემი იმედი ქონოდა. მე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვცხოვრობდი თბილისში, თბილისში რაღაც ბინა ვერ ვიყიდეთ, რაღაც პრობლემები შეიქმნა, დავბრუნდით სოფელში, გავაგრძელეთ ცხოვრება და თბილისის სკოლაში რო ვიყავით მიჩვეული, ასე ვთქვათ, სწავლას, სოფელში ცოტა გაგვიჭირდა, იმიტომ რომ კლასში ვიყავით სულ 6 ბავშვი, აქედან 2 მე და ჩემი დავიყავით და ვიყავდა 4 კლასელი, თბილისში 30 და ძალიან დიდი განსხვავება იყო ურთიერთობებშიც. მაგალითად თბილისში თუ მიჩვეული ვიყავით, რომ ვთქვათ, კვირაში ერთხელ მასწავლებელს ჩავაბარებდით გაკვეთილს, შემდეგ კვირამდე ზუსტად ვიცოდით, რომ კაციშვილი არ მოგკითხავდა გაკვეთილს და აი ესე ბედნიერად კვირიდან კვირამდე მხოლოდ ერთხელ სწავლობდით გაკვეთილს. აბაშაში პირიქით იყო, რომ ამის დღეში 2 ჯერ გვაყოლებდნენ გაკვეთილს, იმიტომ რომ მთელი 40-55 წუთი 6 ბავშვის გამოკითხვას არაფერი არ უნდოდა და ასე ვთქვათ, სკოლაში, სოფლის სკოლაში გადასვლის გამო უფრო ინტენსიური სწავლა ვიწოდათ. ეს საგნები, ქართული, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, არც ერთ სხვა სკოლაში ესე კარგად არ ისწავლებოდა, როგორც ინგლისური იყო ძალიან კურიოზული. ყავდა ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც დადიოდა აბაშიდან და ძალიან უცნაური მეთოდი აღმოაჩნდა ჩვენი სოფლის მასწავლებლებს ამ ინგლისური ენის სწავლის. მაგალითად, ინგლისურ სიტყვებს გვაწერდებდა ქართული ასოებით და მაგალითად დედას ერქვა mother, mother-ს ერთით ქართულად, მამას ერქვა father და ესეც ძალიან სასაცილო რაღაცებს სწავლობდით მთელი 3-4 წლის განმავლობაში. 9 კლასში გადავედით უკვე ქუთაისში, იმიტომ რომ სოფელში იყო 9 წლიანი სკოლა და რო გვევლო 9 კლასში უნდა გაგვევლო დღეს 3-4 კილომეტრი ფეხით. ყოველთვის ჩემს ასაკზე უფრო დიდი შეხედულება მქონდა. ძალიან კარგად მახსოვს, ერთ-ერთი პირველი დღე იყო ქუთაისის 32 სკოლაში. პირველ გაკვეთილზე ჩვეულებრივად შევედით მე და ჩემი და ერთად 10 კლასში გაკვეთილზე, არაფერი. მეორე გაკვეთილზე ჩვეულებრივად შევედით, არაფერი და მესამე გაკვეთილზე მეუბნება კუპრეიშვილი 1 წამით ატექიო, ძალიან დიდი მოწიწებით მეუბნება და რა გნებავთ მეთქი და მეუბნება რომ ეხლა მესმის რომ შენი და არის გიყვარს უფრთხილდები, მაგრამ ყოველ დღე არ არის აუცილებელი რომ სკოლაში შენი და მოაცილო და მე მეუბნები რომ მე ვერ გავიგე ჯერ ასე მე უთხარი რა შუა შემოცილება ვერ გავიგე რას მეუბნებით მეთქი და ეხლა მე ამ ხელა ქალიო 40 წელია სკოლაში ვასწავლე შენი გასამასხარებელი არა ვარო კარგად გელაპარაკი ვაქადე ახლა ცოტა კაცრად გეტყვი დროზე სასწრაფო დატოვე კლასი ერთო რომ არ ვიცი ვის გაუგეო ყოველდღე დის სკოლაში მოცილებაო და უკვე მივხვდი რომ ამას არ გონივა მე სკოლის მე უთხარი რომ მე 10 კლასში ვარ მე და ჩემი და კლასელები ვარ ამაზე გაგიჟდა თლათ რომ მე ასეთი სტაჟი მაქვს და არავის არ დაუცინიაო ჩემზე ასეო რა ხელა კაცი ხარ და რა სკოლაში რის სკოლის მოსწავლე ხარ რა სკოლის მოსწავლე ხარ საჭმელს ერთადად მაშინ ამზადებ, როცა მეგობრები მოდიან და ასე ვთქვათ, უმასპინძლები ჩემი გამზადებული საჭმელი. ეს შეიძლება მოხდეს 2 თვეში ერთხელ, იშვიათად თვეში ერთხელ. ნაქირავებში ვარ, ძალიან კარგი მარტო ცხოვრება, ასე მგონია რომ ვერა დროს ვერ შევეკვირდი დიდ ხმაურიან ოჯახში ცხოვრებას. თბილისში ჩავაბარე, იმიტომ რომ ჯერ მქონდა ნოსტალგია ბავშვობის დროინდელი, მე-4-5 კლასი თბილისში ვსწავლობდი და უკეთესად ვერთობოდი, ყველანაირად უკეთ ვცხოვრობდი, ასე ვთქვათ და მინდოდა რომ თბილისში ყოფილიყავი, ავიღე, ასე ვთქვათ, სახელმწიფო 100%-იანი დაფინანსება და აღმოჩნდა რომ ქუთაისის 32 სკოლაში სადაც 600 ბავშვი სწავლობს და ერთადერთი მე მქონდა გრანტი აღებული. აბსოლუტურად ყველა შეხედულება, ყველა ილუზია, რაც კი მქონდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, პირველი სემესტრის შემდეგ დამემსხვრა, ასე რომ ვთქვა. და აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი წარმოდგენები, იმიტომ რომ არ მაკმაყოფილებდა ის, რაც იყო უნივერსიტეტში.
ორი დღის წინ რაღაც გაყონილობა გაჩნდა მეზობელ რომელიც ერკვევა ამ ელექტროობაში მითხრა რომ რაღაც კაბელია გამოსასვლელი ამის გამო ფაქტიურად სიგნალებში ვარ საღამით აი აგერ გიხედავთ როგორი ნათურით ვანათებ ოთახს კარგი ანაზღაურება რომ ქონოდა, კარგი შემოთავაზება. მე მგონია რომ არ დავბრუნდებოდი, იმიტომ რომ აბაშაში მით უმეტეს ვარიანტადაც არ გამიჭირვა. შესაძლოა ქუთაისში მე ვფიქრე დაბრუნებაზე იმ შემთხვევაში თუ მართლა ძალიან კარგი შემოთავაზება იქნებოდა და ანაზღაურება ბევრად მეტი ვიდრე ახლა მაქვს. ჩემი თავარი მიზანია ამ ეტაპზე კარიერული წინსვლა, საზღვარგარეთ წასვლა, იქ ასე ვთქვათ სწავლა, შესაძლოა დარჩენაც კი. წონას პრობლემები რომ გითხრა, რამდენჯერმე შეუქმნია, მაგრამ ისე არა რომ ვთქვათ ცხოვრება გამჭირვებოდა ამის გამო და რაღაც ტრაგედიები შემექმნა. ერთადერთი ოპერაცია დამჭირდა რამდენიმე წელს და ექიმებს ძალიან გაუგრძელდა ვთქვათ ოპერაციის გაკეთება ჩემი წონის გამო, მაგრამ ერთხელ ვცადე 2007 წელს დაკლებას და დაახლოებით 26 კილო გავიკელე ხუთში, რომელსაც 2 წელი ვინარჩუნე და მე ისევ ამ არეული გრაფიკის გამო და სულად დაუგეგმავი რიტმით, ჩემი დაუგეგმავი გრაფიკის გამო ისევ ამერია ვთქვათ ეს დიეტა და მე ისე მოვიმატე კომპლექსები უფრო დავძლე ბოლო 3-4 წლის მანძილზე ვიდრე თვითონ წონა. იგივე ცეკვა მერიდებოდა საჯარო სივრცე ან ხალხთან რაღაც მეგობრების წრეშიც კიდე ახლა უკვე ასეთ რაღაცები არ მადადებს, იმიტომ რომ არავინ არ არის იდეალური და ჯერჯერობით ყოფილი ვარ იმით როგორიც ვარ. მახსოვს დაახლოებით 7-6 წლის ვიქნებოდი 90-იანი წლების დასაწყისი იყო. ხანდახან ტელევიზორში რაღაც რუსულ არხებზე გადიოდა სნიკერსის რეკლამები, კოკა-კოლას რეკლამები და მე მგონი არ ქონდა ნაჭამი სნიკერსი იმ დროს და გაეროს მანქანა მახსოვს რამდენიმე და არიგებდნენ სოფელში ასე ვთქვათ ამ ჰუმანიტარულ დახმარებას. ამ გაეროს მანქანაში რატომაც ჩავიხედე, რაღაც ცნობის მოყვარების გამო და დავინახე მე პირადად რომ აი ძალიან ბევრი სნიკერსი ეწყო უკანა სავარძელზე მანქანაში და კოკა-კოლის დიდი შეკვრა და ბავშვი დაუძახე და ყველანი უყურებდით რაღაც უცხო ასე ვთქვათ ტკბილებულს და ამ კოკა-კოლას რაც აქამდე ტელევიზორში ჰქონდა ნანახი და დავინახეთ რომ ჰუმანიტარული დახმარება სადაც არიგდნენ იმ შენობდნენ ეს უცხოელები გამოვიდნენ და ჩვენ ძალიან შეგვეშინდა რაღაც თავი დამნაშავედ ვიგრძენით თუ რა იყო არ ვიცი იმ დროს და რადგან მანქანასთან ვთქვათ ახლოს ვიყავი და უცებ გავცვიდით ასე ვთქვათ და ჩვენ სეზონში დავიმალე და შორიდან ვუყურებდით ეს უცხოელები როგორ ჩაჯდნენ ამ გაეროს მანქანაში და წავიდნენ ასე ვთქვათ სოფლიდან. როდესაც ვიყავი 16 თუ 15 წლის, მაშინ გეკითხა, როგორ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება 10 წლის შემდეგ, აუცილებლად კი პასუხებდი, რომ 10 წლის შემდეგ მე ჩემი თავი წარმომიდგენია პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, წარმომიდგენია როგორ მემსახურება დაცვა, ჩემი გადაადგილების დროს, როგორ ჩერდებიან მანქანები გზაზე და ასე შემდეგ, ანუ ძალიან ამბიციური ბავშვი ვიყავი. ეხლა მუშაობ პრინტ ოფისში, ეს არის ციფრული და ოფსეტური ბეჭდვის კომპანია და მე მუშაობ როგორც გაყიდვების მენეჯერი. მინდა მქონდეს კარგი სამსახური, საინტერესო სამსახური, საქმე რომელიც მე მაინტერესებს, მინდა მყავდეს ოჯახი, მქონდეს საშუალო შემოსავალი და მქონდეს ნორმალური ცხოვრება. არაფერი განსაკუთრებული, ის არის ბანალური, ჩვეულებრივი ოცნება.
სახში დაახლოებით ბრუნდები 8-9 საათის შემდეგ, ხანდახან უფრო გვიანად. ბაგებში თუ ქალაქში მაქვს დაქირავდი ბინა, იმიტომ რომ შედარებით ასე ვთქვათ იაფია ბინის დაქირავება, მაგრამ გეგმავ გამოცხადეთ, იმიტომ რომ სამსახურთან ახლოს უნდა გადავიდე. ძალიან მოხერხებელია სამგზავრო პირველ რიგში. მარტო ცხოვრებას პირველ რიგში პლუსი ის აქვს, რომ შენ გემოზე ცხოვრობ, რასაც გინდა იმას აკეთებ, როგორც გინდა იყო. კაცი არ დაგონწონებს, ეს თუ კარგია, მაგრამ რამდენიმე თვის წინ დედაჩემი იყო, რამდენიმე დღის ჩამოსულა და საოჯახო საფოს ის რო აკეთებდა, მივხვდი რომ რა კარგი ყოფილა ვიღაც რო ყავს სახში, რომ ყველაფერი გაკეთებული იქნება და სახში არ იღლები.